ყველა მიხვდეს, რომ დანაშაული ადამიანს არ უნდა შერჩეს. მარტო ლეონიძის და მის მსგავსების კი არ, ქვეყნის მინა წინააღმდეგ აკეთე და აკეთებ ცუდ საქმეს. აი ამ განაჩენს თუ ბოლომდე მიიყვანთ და აი ეს საქმე თუ დამთავრდება, მე იმ ჩემს საქმეზე უფრო აი ამაზე დაუკრავ ტაშს და მართლა, რა ვიცი, თუ რამე საჭირო იქნება, ყველაფრისთვის მზად ვარ. ნავთობ კომპანია მაგნატის დამფუძნებელი სამართალს 17 წელია ელოდება ბიზნესის წილების იძულებით დათმობის საქმეში ჯაფარიძე, ხაზარაძე, კეზერაშვილის გვარები იკვეთება. კომპანიის გაკოტრების ამბავი კი 2008 წლის სექტემბრიდან იწყება. მაშინ, როცა ჯემალ ლეონიძეს TBC ბანკიდან დაუკავშირდნენ და სესხის 3 მილიონი დოლარის ვადამდე ადრე 4 თვეში დაფარვა მოსთხოვეს. ისე რომ გადავადების თხოვნა არ დაუკმაყოფილეს. ბალის დაფარვის შემდეგ კი TBC მისი კომპანიის 25%-იანი წილის შესყიდვის სურვილი გამოთქვა. შევხვდით ჯაფარიძე იყო ეს ხვებით ხო და ეხლა ჩვენ გადავწყვიტეთ თქვენი კომპანიაში წილის ყიდვა ფერები მოგწონს თქვენიო რა ლურჯი ფერი და თეთრი ქონა როგორც მაგათ ბანკს აქვს ბრენდს ისეთი იყო სურვილი რომ 25%-ის ყიდვა უნდათ შევადგინეთ მემორანდუმი მანამდე რომ დავთვალეთ ქონებები 30 მილიონ დოლარამდე ადიოდა ჩემი კომპანიის მაგნატის პროფილური ქონებები 7 მილიონ ნახევარიო აქციონერებად შემოვდივართ მეგობრები უნდა ვიყოთ ასე მოკლედ 3 მილიონს გადავიხდითო რა ესეც 5 წლის შემდეგ ახალი კომპანია გავაკეთეთ ნავთობ პროდუქტების სადისტრიბუციო კომპანია დირექტორად დაინიშნა მათი კაცი ფინანსური დირექტორიც გენერალური დირექტორიც არის TBC ბანკის წარმომადგენელი 52 მოქმედი ავტოგასამართი სადგური მქონდა მაგ დროს 52 და 4 მოქმედი ნავთობ ბაზა 29 მილიონ 600,000 დოლარიანი შეთანხმება ხაღალზე ავსახოთო 11 მილიონ დოლარად მეტწილად მოქმედებდა ბადრი ჯაფარიძე მამუკა სულ ერთხელ თუ ორჯერ მყავს ნანახი გაფორდა ლასყდობის ხელშეკრულება 11 მილიონ დოლარად მე დამჭა ამ კომპანიაში 25% ისიც შემახლებელზე მქონდა გაფორმებული აი ამ ქონების გადაცემაზე რომ მოვაწერე მე ხელი ნოტარიუსში იმ დღეს დამაკავეს. დაკავებამდე იყო ოჯახის წევრებზე ზეწოლა. ჯემალ ლეონიძის შვილს გამოგონილი ბრალდებით პატიმრობით ემუქრებოდნენ ოჯახი კი შვილის სიმართლეს ვერ ამტკიცებდა. საბოლოოდ საპატიმროში თაღლითობისა და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით მამა აღმოჩნდა. ეს ყველაფერი კი იმ ბიზნესის გამო, რომელსაც ერთ დროს თავად ფლობდა. და მთავარი კითხვა, ვის ინტერესებში იყო შპს მაგნატის გაჩერება. თეა წულუკიანის კითხვის პასუხად ლეონიძემ მაშინდელი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის ინტერესებზე მიუთითა. ვინ შემოთვალა რომ ლეონიძე გაჩერდესო ვისი შემონათვალი იყო დავით კეზერაშვილის მხრიდან იყო ეს შეტყობინა პირდაპირ რომ კეზერამ თქვა მე ვიცი ლეონიძის მუშაობა იმუშაობს გაყიდოს ბენზინები არც ბანკის სესხი უნდა არც პრობლემების შემოტანის დროს ოღონდ გაყიდოს ბენზინები რას ნიშნავდა რომ იმ ხუთეულში შემოქონდა ის ბენზინები და ის ბენზინი უნდა გამეყიდა. ჯემალ ლეონიძემ დღეს იმ პირობებზეც ისაუბრა რაც რუსთავის სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში დახვდა. მომიწია ეგრეთ წოდებული რა ქვია იმას კარანტინში გავლა. 25 კვადრატული მეტრა იმაში რა ქვია ფართში ვიყავით 40 კაცამდე ერთი პერიოდი. იქ დაწოლაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო და წყალი ჩამოდიოდა წვეთები კი არა. აი თავიდან რომ მოდიოდა, კარებში გადიოდა. აი ესეთი დინარესავით. ხო და ეს ბიჭები რომ სინთქვა რომ უჭირდათ, ეხა წამალს მიმიცემდა იქა, ხო? 3 თუ 4 წალი ნახვრეთი ქონდა იმ კარებს დაბლა. იქ ცხვირით მისული და სუნთქავდნენ რომ არ დავიხჩოთ. ჩამიყვანეს ეგრეთ წოდებულ ადინოჩკაში. დამხვდა ორი პიროვნება. იქ ორსართულიანი ისა არც ლეიბი, არც ისა, არც ესა აბსოლუტურად და ერთი მეორე სისხლს უწმინდავს იმაზე ნაიარევებს. ნაცემი იყო იმ დონეზე რომ ჩამოკიდებს და წვეთავს. ბიზნესის დათმობის მოთხოვნით ზეწოლა საპატიმროშიც გაგრძელდა. ჯემალ ლეონიძის ადვოკატი ამბობს, რომ საბოლოოდ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიზანი კომპანიის მხოლოდ 5%-იანი წილის შენარჩუნება გახდა. ბატონ ჯემალს ჰქონდა ისეთი ბიზნესი, რომელიც
ძალიან მნიშვნელოვანია და ღირებული ბიზნესია და შესაბამისად სახელმწიფო ამ ბიზნესს ხელიდან არ გაუშვებდა. მე როცა სახელმწიფოს ვამბობ, გულისხმობ სახელმწიფოს თანამდებობის პირებს, რომლებიც იმ პერიოდში ბიზნესში იყვნენ ჩართულნი. კერძო პირს უბრალოდ არ მისცემდნენ ამ ბიზნესის გაკეთების უფლებას. ეს უნდა ყოფილიყო აუცილებლად ჩინოვნიკების, მათი კონტროლის ქვეშ და ასე შემდეგ. ბანკი ხომ ჩინოვნიკი არ იყო და აი ბანკის როლი, TBC ბანკის როლი თქვენ რაში ეს ბანკების მეშვეობით ხდებოდა, როდესაც ბანკებს მაგალითად კრედიტი მიუციათ იმისათვის, რომ მე ასე ვთქვათ, საკრედიტო მარწუხებში ჩაეგდო სუბიექტი და ასე ვთქვათ, ბიზნესი წაერთმიათ. ბატონი კეზერაშვილი გამოჩნდა თავში, როცა შესთავაზა ბენზინის გაყიდვა და უარის შემდგომ გამოჩნდა ბოლოში, როდესაც მან მიიღო რეალურად ის, რაც უნდოდა თავში. მაგრამ ამ ყველაფერში TBC ბანკი ფიგურირებს თავიდან ბოლომდე, როგორც წილების გადმოფორმებაში და მერე ფულის გადაუხდელობაში და ასევე შემდგომ აი ამ წილის კეზერაშვილისთვის გადაფორმებაში. ხელისუფლებამ რეალურად ბიზნესი დაარეკეტა TBC ბანკის მეშვეობით. გეთანხმებით. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ კი დღეს კითხვებზე პასუხების გაცემა არის სურვეს. საგამოძიებო კომისიის სხდომას ერთმა ცირკი, მეორემ კი ცილის მწამებლური შოუ უწოდა. პარლამენტს პირველი უარი ხაზარაძემ შეუთვალა რამდენიმე საათში, ჯაფარიძემაც უარის სათქმელად ორივემ სოციალური ქსელი აირჩია. დღეს არალეგიტიმური პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მელოდებიან. მოწვევაც მივიღეს სიგნალში. მისვლას და ამ ცირკში მონაწილეობას რა თქმა უნდა არ ვაპირებ. ძალა, რომელმაც მიიტაცა არჩევნები და არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანას არ უღიარებია, არის არალეგიტიმური, ისევე როგორც მისი შექმნილი კომისია, რომელიც ცდილობს იყოს პოლიტიკური დევნის იარაღი და ტალახში გასვაროს ჩემი სახელი, რის მცდელობაც აგერ უკვე 5 წელი აქვთ. მიმოჩნია, რომ ეს არის ერთპარტიული დაჯგუფება, რომელიც ცილის წამებისა და მოგონილი ბრალდებებით პოლიტიკური ოპონენტების გაშავებას ცდილობს. ეს არის დაგეგმილი ცილის მწამებლური შოუ, რომელშიც მონაწილეობას არ ვაპირებ. და რადგან ჯაფარიძის უარმა რამდენიმე საათით დაიგვიანა, კომისიამ მას პარლამენტში მისვლის ვადა 4 საათამდე მისცა და მისი არ გამოცხადების საქმეზე კენჭისხრა ხვალ დილამდე გადადო. ხაზარაძეზე კი გადაწყვეტილება დღესვე მიიღო. უარი სისხლის სამართლის დანაშაულია, ამიტომ ხაზარაძე ჯაფარიძის საქმეები ახლა პროკურატურას გადაეცემა. აქ ნამდვილად არ გვცალია იმდენი, რომ ხუმრობით ვიყოთ დაკავებული. არსებობს სისხლის სამართლის კოდექსი საქართველოში, ამ კოდექსს აქვს თავისი სხვადასხვა ნორმა და არის ასეთი მუხლი, ნომერი 349. კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება სისხლის სამართლის წესით და იქ არის საკმაოდ მძიმე სასჯელები, მათ შორის 1 წლამდე პატიმრობაც. მხოლოდ იმისთვის, რომ უარ სიტყვი გამოცხადებაზე. საგამოძიებო კომისია ხვალად შეიკრიბება. განხილვის თემა აგვისტოს ომამდე პერიოდი იქნება. კომისიის წევრებს აინტერესებთ, შეეძლო თუ არა ქვეყანას ომის თავიდან აცილება.